ახედეცას. იქ თითქოს სრული სიჩუმეა. არაფერი ისმის. მაგრამ სინამდვილეში სამყარო გვესაუბრება. არა, მოიცა არ გათიშო ვიდეო. აქ ფსევდომეცნიერება, ასტროლოგია არაფერ შუაშია. ხომ გახსოვს, ამ არხზე ყველაფერი მეცნიერულია. თუ ყურადღებით მოусმენთ, აღმოაჩენთ, რომ კოსმოსი სავსეა უცნაური. საინტერესო და ხშირ შემთხვევაში შემზარავი ხმებით. პლანეტები ჩურჩულებენ, შავი ხვრელები საშინლად ღრიალებენ. აფეთქებული ვარსკვლავები სიკვდილის შემდეგ შორიდან გზავნიან უკანასკნელ სიგნალებს. სადღაც შორს კი ერთხელ გაისმა სიგნალი, რომელიც კაცობრიობისთვის დღემდე ამოუხსნელია. მზად ხარ მოусმინო კოსმოსს ისე როგორც არასდროს. მაშინ აუწიე ხმას და მოემზადე, რადგან ეს მოგზაურობა სამყაროს სულ სხვა თვალით დაგანახებს. გამარჯობა, მე ვახო ვარ და ეს სივრცე დროა. სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ და ავხსნი როგორ და რა საშუალებებით უსმენთ სამყაროს, მინდა ჩვენი მეზობელი ვენერას. მინდა ჩვენი მეზობელი პლანეტა ვენერას ხმა მოგასმენინოთ. ვიდეოს მსვლელობისას ვენერაზე უფრო საინტერესო ობიექტების ხმებსაც მოვისმენთ. ბგერას გასავრცელებლად მყარი სხეული, სითხე ან ჰაერი სჭირდება. კოსმოსი ვაკუუმია და მასში ბგერა ისე, როგორც ჩვენ გვესმის დედამიწაზე, არ ვრცელდება. თუმცა ჩვენ მაინც შეგვიძლია კოსმოსური ობიექტების მიერ გამოსხივებული რადიოტალღების მოსმენა, თუ ამ რადიოტალღებს ჩვენთვის გასაგებ ხმად გარდავქმნით. მაშასე, კოსმოსური ხმების ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება. როდესაც ამერიკელი ინჟინერი კარლ იანსკი ბელის სატელეფონო ლაბორატორიაში რადიოგადაცემებში ხელისშემშლელ ხმაურს იკვლევდა. იანსკიმ შექმნა დიდი მბრუნავი ანტენა, რომლის საშუალებითაც 1931 წელს მონაცემების ანალიზისას სუსტი, მაგრამ მუდმივი შიშინის ხმა შენიშნა. შიშინი დღის განმავლობაში იცვლებოდა და არც ერთ ცნობილ მიწიერ წყაროს არ ემთხვეოდა. იანსკიმ 1 წელი დაუთმო ამ სიგნალის შესწავლას. მან აღმოაჩინა, რომ ხმაურის ინტენსივობა პიკს ყოველ 23 საათსა და 56 წუთში აღწევდა, რაც ზუსტად ემთხვეოდა დღეღამის ხანგრძლივობას. ეს ნიშნავდა, რომ სიგნალი კოსმოსიდან, უფრო ზუსტად კი ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან მოდიოდა. ეს იყო ხმა, რომელიც კაცობრიობამ კოსმოსიდან პირველად მოისმინა. შემდგომ კარლ იანსკის ნაშრომებმა საფუძვლით ჩაუყარა სრულიად ახალ დარგს რადიოასტრონომიას. რადიოასტრონომიამ მეცნიერებს მისცა საშუალება აღმოეჩინათ ისეთი კოსმოსური ობიექტები, როგორებიცაა მაგალითად პულსარები, იგივე მკვდარი ნეიტრონული ვარსკვლავები, კვაზარები, იგივე ძალიან კაშკაშა შორეული გალაქტიკის ცენტრები და ასე შემდეგ. რადიოტალღებისგან ხმის მიღება, ანუ სონიფიკაცია შემდეგნაირად ხდება. რადიოტელესკოპი იღებს რადიოტალღებს. შემდეგ ხდება ამ სიგნალის ციფრული ჩაწერა. მიღებული ანალოგური სიგნალი გარდაიქმნება ციფრულ ფორმატში, რათა შესაძლებელი გახდეს მისი კომპიუტერული დამუშავება. შემდეგ კი ეს სიხშირე გადმოაქვთ ადამიანის სმენის დიაპაზონში. ეს ხმები მეცნიერებს ძალიან ეხმარებათ კვლევებში, რადგან ხშირად ისეთ დეტალებს ააშკარავებს, რასაც ვიზუალური მონაცემები ვერ გვაჩვენებს. სამყაროს ამ მელოდიებით მეცნიერები არა მხოლოდ კოსმოსური ამინდის პროგნოზირებას ახერხებენ, არამედ ზოგადად უფრო უკეთიგებენ, რა ხდება სამყაროს უსასრულო სივრცეში. ეს არის სამყაროს აღქმის სრულიად განსხვავებული გზა, რომელიც უჩინარ სიგნალებს ხელშესახებ გამოცდილებად აქცევს. თითქოს თითოეული კოსმოსური ობიექტი თავის ამბავს გვიყვება. მოკლედ, მას შემდეგ, რაც კარლ იანსკიმ სამყაროს ხმა პირველად მოისმინა, კაცობრიობამ ათასობით რადიოტალღა დააფიქსირა. ერთ-ერთი პირველი იყო პულსარების, ანუ მკვდარი ვარსკვლავების ხმა. პულსარები ძალიან სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია, რომლებიც მუდმივად ასხივებენ რადიოტალღებს, ისე როგორც სინათლეს ზღვის შუქურები. როდესაც მათ რადიოტალღებს ხმად გარდაქმნიან, ისინი სწრაფი, რიტმული პულსაციის მსგავს ხმას გამოსცემენ. ზუსტად აქედან მოდის მათი სახელი პულსარებიც. პულსარები წარმოუდგენელი სიზუსტით აგზავნიან სიგნალებს, რის გამოც მათ დამსახურებულად უწოდებენ კოსმოსურ საათებს. ეს არა მუსიკა, არამედ სიკვდილის შემდგომი ხმებია, რომლითაც პულსარი სამყაროს ეხმიანება. მოусმინეთ. არც ჩვენი მზეა გამონაკლისი. ისიც ასხივებს სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, მათ შორის რადიოტალღებსაც. ეს ტალღები წარმოიქმნება: პირველი, მზის ატმოსფეროში პლაზმის მოძრაობის შედეგად, მეორე, მზის ზედაპირიდან მასის ამოფრქვევისას და მესამე, მზის ანთებების შედეგად. როგორც თქვი, ეს ტალღები არ არის ჩვეულებრივი ბგერები,
რადგან კოსმოსში არ არის საკმარისი მატერია მათ გასავრცელებლად. მაგრამ ისინი დედამიწამდე რადიოტალღების შედეგად აღწევენ და რადიოტელესკოპებით მათი დაფიქსირება შესაძლებელია. მზე ასე ჟღერს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ხვრელები არანაირ სინათლესა და რადიოტალღებს არ ასხივებენ, ეს კლასიკური გაგებით, რადგან რეალურად შავი ხვრელები ჰოკინგის გამოსხივებას მაინც ასხივებენ, მაგრამ ეს სხვა ვიდეოს თემაა. მათ გარშემო არსებული გაზი და მტვერი, რომელიც მასში ვარდება, წარმოქმნის რენტგენის, გამა და სხვა ელექტრომაგნიტურ გამოსხივებებს. როდესაც მეცნიერები ამ მონაცემებს ხმად გარდაქმნიან, ისინი ხშირად საზარლად ჟღერს, რაც საოცრად მისტიკური და შემზარავია. თავიანთი უნიკალური რადიოსიგნალებით ჩვენი მეზობელი პლანეტებით საკმაოდ საინტერესო ხმებს გამოსცემენ. ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ მათ ჩურჩულს, კივილსა და შემაძარწონებელ ხმებს, რომლითაც თითოეული მათგანი საკუთარ საიდუმლოსა და ხასიათს გვიმჟღავნებს. ეს ხმები გვეხმარება უკეთ შევიცნოთ მათი ატმოსფერო, მაგნიტური ველები და ფარული პროცესები, რომლებიც მათ ზედაპირზე მიმდინარეობს. თითქოს თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ხმა და ისტორია აქვს. ჩვენი მეზობელი პლანეტები ასე საუბრობენ. ახლა კი იმ ამოუცნობ რადიოსიგნალს დაუბრუნდეთ, რომელიც ვიდეოს თავში ვახსენე. 1977 წლის 15 აგვისტოს ოჰაიოს უნივერსიტეტის რადიოტელესკოპმა 72 წამიანი უპრეცედენტო რადიოსიგნალი დაიჭირა. ის იმდენად ძლიერი და უცნაური რადიოსიგნალი იყო, რომ ასტრონომმა ჯერი ერმანმა მის გვერდით უბრალოდ დიდი წითელი ასოებით დაწერა ვაუ. ეს სიგნალი დღემდე ამ სახელითაა ცნობილი. სიგნალი გადაიცემოდა 1420 MHz-ზე, სიხშირეზე, რომელიც წყალბადის მიერ გამოიყოფა, სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტის მიერ. და ხშირად გონიერ ცივილიზაციებს შორის უნივერსალურ ენად მიიჩნევა, რადგან, როგორც თქვი, წყალბადი ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში. და რაც ძალიან საინტერესოა, ვაუ სიგნალი საერთოდ არ გავდა არც ერთი სხვა ცნობილი კოსმოსური მოვლენის სიგნალს. ეს იყო უცხო ცივილიზაციის შეტყობინება, რომელიც დედამიწისკენ მოგზაურობდა, თუ უბრალოდ უცნაური ერთჯერადი კოსმოსური მოვლენა, არავინ იცის. ყველაზე შოკის მომგვრელი კი ისაა, რომ 1977 წლის შემდგომ ასეთი სიგნალი არ განმეორებულა. ვაუ სიგნალი დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება და ერთ-ერთი ყველაზე მისტიური მოვლენაა მთელს კოსმოლოგიაში. ძალიან შორეული კოსმოსური ობიექტების მიერ რადიოტალღები, რომლებიც მილიარდობით წლის წინ წარმოიშვა, მხოლოდ ახლა აღწევს ჩვენამდე. ამ სიგნალების უმეტესობა ბუნებრივია. ვარსკვლავები, პლანეტები, შავი ხვრელები, ყველა მათგანი ტოვებს რაღაც კვალს. მათი რადიოტალღები გვიყვება, სად რა მოხდა, როდის აფეთქდა ვარსკვლავი, როგორ მოძრაობს პლანეტა, ან რამდენად აქტიურია მზის ზედაპირი. სამყარო მუდამ აგზავნიდა შეტყობინებებს. უბრალოდ ჩვენ, ადამიანებს, 1000 წლეულები დაგვჭირდა, რომ მისი ენა გაგვეგო. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, არხიც გამოიწერე. კომენტარებში მითხარი, რომელი პლანეტის ხმა მოგეწონა ყველაზე მეტად. დროებით. შევხვდებით მომავალ სივრცე დროში.